მოდის ახალი წელი, მაგრამ ხვალ უნდა შევხვდეთ უკვე ახალ წელს. დავრჩი ასე უსაჩუქროთ. ისეთ დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ Range Rovers მე მოვიგებდი. არანაირი არც მომზადებულ ვარ, არც ფული შემიგროვებია, არც არავისთვის დამიბარებია არაფერი და აი ასე დამტოვეს საჩუქრის გარეშე, მაგრამ არაუშავს, არის ძალიან ბევრი დემოკრატიული ინსტიტუტები, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არის არასამთავრობოები, 1000 რაღაცაა მოკლედ და ერთ ასეც მინდა ახლა წერილი მივწერო. ზვირფასო თოვლის ბაბუა ბევრს არაფერს გთხოვ მარტო ერთი სიმბოლური საჩუქარი მინდა სადმე უდაბნოში მიყრუებულ ადგილზე იქ სადაც წელიწადში 365 დღე ქვიშის ქარიშხალია და ხვლიკების და საქსაულების გარდა ვერაფერს დაინახავ, აი იქ მაჩუქე ერთი პატარა ნავთობის ჭაბურღილი. თუ ამ სურვილს ამისრულებ, შენს არსებობაშიც დავწმუნდები და იმ Range Roveris ბოღმაც მომეშვება. თუ არადა სირცხვილი შენ და იმას ზმუკი. Gatenda, se ama amorida, Washington shishwatrea, Tatsimat samorida, Amsterdamshi, Akhla shvidi saati, vitrinashi ganan Monica Jenniferi, Samantha Gabriela da Nadia, Tokyo shishwatrea, Roboter satsetsineva. მოდის ახალი წელი და ყველა ეძებს ვინ ყავდეს მეკვლედ. ერთადერთი მიხეილ სააკაშვილი გამწარებული ეძებს შარშან ვინ ყავდა მეკვლე. წელს როგორც იცით არ იგეგმება ასეთი ხმაურიანი აღნიშვნა ახალი წლის. მოგეხსენებათ შარშან რა ხმაურით ზარზეიმით და კონცერტებით შემოვიდა სულ დრაკონის წელი. წელს ასე არ იქნება, წელს კონცერტის გარეშე მშვიდად უხმაუროთ შემოსისინდება გველის წელი. საქართველოში მოხდა მიწისძვრა, მოხდა რა მოახდინეს რა მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა ეს მიწისძვრა და ნაციონალურმა მოძრაობამ, ვისაც არ გჯერათ, ახლავე დაგაჯერებთ, რამდენ ბალიანი იყო მიწისძვრა? 5 ბალიანი. სრულდება 2012 წელი და ჯამდება ყველაფერი, ამაზე ჩვენ სულ საუბრობთ ხოლმე. მოდი კულტურას შევხედოთ, ძალიან ხმაურიანი წელი იყო განსაკუთრებით კულტურაში. ესე იგი, მე არ ვიცი ეს კულტურის სამინისტრო რაზე ფიქრობს. ჯერ იყო და რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს რობერტ სტურუა, შემდეგ მიმაყოლეს მეც. ახლა რა ხდება? რობერტ სტურუა დაბრუნდა რუსთაველის თეატრში და მე ვითომც არ ვარსებობ, ხალხო.
სხვადასხვა რობერტ სტურუას უკითხავს მინისტრისთვის, კულტურის მინისტრისთვის, რომ აი რო ჩამოვალო პირველი რა დავდგაო, აი რომელ დადგმას რა სპექტაკლს ისურვებთო, მინისტრმა უპასუხა, რომ რამე სიმბოლური დადგიო, სადაც 41 მსახიობი იქნება დაკავებულიო და სავარაუდოდ დადგავს ალიბაბა და 40 ყაჩაღს. მოგეხსენებათ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 4 თეთრით დააკლო ფასი დენის ტარიფს, ელექტროენერგიის ტარიფს, ალაპარაკდნენ უკვე ექსპერტები, საუბრობენ რომ აი კახა კალაძე 4 ნომრით თამაშობდა, 4 ნომრიანი მაისურით, როცა აქტიური ფეხბურთელი იყო და ამიტომ დააკლო 4 თეთრით, აფსუს ნეტა მინისტრად შოთა არველაძე დაენიშნათო. და წლის მოვლენა საქართველოში დაბრუნდა თენგიზ კიტოვანი. მე არ ვიცი ბატონ თენგიზ რა გეგმები აქვს, მაგრამ ერთი რჩევა მაინც მინდა მივცე. ბატონ თენგიზ არ არის საჭირო, ეხლა მივარდებით პირველ არხზე და ნუ აიღებთ, იმიტომ რომ მაინც არავინ არ უყურებს მაგას. ხოდა რომც მივარდეთ და რომც აიღოს და შეხვიდეთ, ერთი მინიმუმ 4 თვე კაციშვილი ვერ გაიგებს რომ იქხართ. და ბოლოს შევაჯამებ ჩემ თავსაც, უამრავი წერილი მომდის, უამრავი გამოხმაურება აქვს ჩემ გადაცემას. აი ახლა ბოლოსაც უამრავი წერილი მოვიდა, პირველში ვერ გავარკვიე რა ეწერა, გავხსენი მეორე და მეორე წერილში ესეთი ერთ-ერთი ტელემაყურებელი ერთგული მეუბნება რომ პათეტიკა აკლიაო შენ მონოლოგებსო და ზოგიერთი შენი ხუმრობაო აი მსახიობი რო იყო და მსახიობური ნიჭით დაჯილდოებული უფრო კარგად იტყოდიო. წინა გადაცემაზე არ მოეწონათ მაგალითად ხუმრობა 21 დეკემბერს და საქართველოს მთავრობის შესახებ. მე მინდა ეხლა ცოტა ეს მივცე პათეტიკა და ესეთი მსახიობური და ცოტა უფრო ისე ვთქვა ეს ხუმრობა იქნება ასე მოგეწონოთ. გადავრჩით ხალხო 21 დეკემბერს დედამიწა არ განადგურდა, ყველა გადავრჩით, გილოცავთ ხალხო, გილოცავთ, ყველა სუხარია, ყველა იღიმის, ყველა ბედნიერია, მაგრამ არ უხარია მხოლოდ საქართველოს ახალმთავრობას, ყველა გადარჩა და ამდენ დაპირებას რა შეასრულებს. აი თუ ასეთი სტილით უფრო მოგწონთ, მომწერეთ რა, მომწერე და აუცილებლად გამოვა დავეკითხები პროფესიონალებს ამ საქმის და შემდეგში ამ ხუმრობას და სხვა ხუმრობას უფრო დახვეწილი სახით შემოგთავაზებთ. ამ წუთებში თბილისის ერთ-ერთ პარკში მიმდინარეობს ჩვენი დედაქალაქის თბილისის ერთ-ერთ პარკში მიმდინარეობს საახალწლო ზეიმი ბავშვებისთვის, საახალწლო ნაძვისხია, სადაც მივავლინე ჩვენი შეუდარებელი სიმპათიური გუჯა მაჭარაშვილი, რომელიც ახლა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გუჯა, გამარჯობა გუჯა. გამარჯობა ოთარ. გუჯა, აი როგორ მიმდინარეობს ზეიმი? ერთობიან ბავშვები? ბავშვები ბარბაცებენ ოთარ. რას ნიშნავს ბავშვები ბარბაცებენ? ბავშვები რატო ბარბაცებენ? საქმე ისაა, რომ სანამ თოვლისბაბუა გამოვიდო და აქ სცენარის მიხედვით ბავშვებს 3 წრე უნდა დაერტყათ ნაძვისხის გარშემო, თუმცა თოვლისბაბუამ 10 წუთით დააგვიანა და ამ დროის განმავლობაში ბავშვებმა 150 წრე დაარტყეს ნაძვისხეს, მათ თაობრი დაერტყათ და ახლა ბარბაცებენ ოთარ. და რაღაც ვერ ვხედავ, თოვლისბაბუა სად არის? თოვლისბაბუა ბავშვების მშობლებმა ცემეს და გააგდეს ოთარ. რას ნიშნავს თოვლისბაბუა ცემეს? რატო გააგდეს? საქმე ისაა, რომ როცა თოვლისბაბუა მოვიდა, ბავშვებს უთხრა, რომ ბავშვებო ძალიან მალე დადგება გველის წელიწადიო. ამაზე ბავშვმა გული შეუწუხეს თოვლისბაბუას, სად არის გველი, სად არის გველი, სად არის გველი, სად არის გველი, სად არის გველი და თოვლისბაბუასაც რაღა ეკნა ოთარ და აჩვენა რა. გასაგებია, მაგრამ აი მე ვერ გავიგე რანაირი ზეიმია, ბავშვებმა რამე ლექსი არ თქვეს, არ იმღერეს? ოთარ, აქ ერთი ბავშვია, ძალიან საყვარელი ბავშვია სანდრიკა და ეს მანდარინის ქერქებს მესვრის და თუ შეიძლება თავი დამკითხე რა. ლექსები თუ იყო, სიმღერები თუ იყო, კონკურსი თუ ჩატარდა რამე? ლექსების კონკურსი ჩატარდა ოთარ. გაიმარჯვა ვინმე? არავის არ გაუმარჯვა ოთარ, რადგან როცა კონკურსი დამთავრდა, მშობლებმა ერთმანეთს შხუბი დაუწყეს, ჩემი ბავშვი ჯობდა, არა ჩემი ბავშვი ჯობდა და ერთმანეთი თმებით ითრიეს ოთარ. და მე რა მოხდა? ნუ არაფერი, ხა დამარცხებულები აგერს ხედან და ტირიან, ხოლო გამარჯვებულებს პოლიცია გამოარკვევს. კარგი გუჯა. კარგი, დიდი მადლობა, შენს გილოცავ ახალ წელს, მრავალს დაესწარი. ოთარ, დავამთავრეთ ხო ჩართო ჩვენ? აუ სანდრიკ, მოდი აქ შენ აბოს ბავშვო შენ.
ეს იყო გუჯა მაჭარაშვილი, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კი განვაგრძოთ ღამის შოუ. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ, ცოტა გვიან, მაგრამ ესენიც მომეწიენ უკან. ეკა ნიჟარაძე და ლევან ახვლედიანი. შენ დაიწყე თუ მე დავიწყო? ხო, შენ დაიწყე. ესე იგი, შენ ყოფილ ხარ ბანკა. აჰა. ჩემთვის შენ ხარ ბანკა. აღარც ექიმი ხარ, აღარც არ ვიცი, ეს შოუს წამყვანი, მით უმეტეს აღარც მოცეკვავე. პროგნოზებით ვარ ვანგა თუ შესახედავად ჩემს. პროგნოზებით. ხვალ იქნება დაძაბული ფინალი, პროგნოზი ხო არ გაქვთ რამე? თავარი პროგნოზისტი შენ ხარ აქ და ჩვენ რა გვეკითხა. ხვალინდელ ფინალში უკვე აღარ ვიცი რა. არა, უკვე ყველაფერი კარგად არის. მე მგონი ორივეს უნდა მეორე ადგილი. მაგრამ SMS-ები საერთოდ არ შევა, იმიტომ რომ იქნება. ჩემი მეორე ადგილი ეკა მამაჩკა. ჩვენი. ჩვენ შეადგინა ყავს ჯიპი და მე ხო არ მყავს. ჯიპი არ ყავს ხო, კაი, მაშინ. ხო, ჩემი მეორე ადგილი უნდა ყველას და ჩემი ჯიპი, აი შენ რომ უნდა დაგეპიპინებინა გუფი. ის არაჩვეულებრივი, არა, მე არა მაქვს. დედას გეფიცებით არანაირი პროგნოზი არ მაქვს, თან არანაირი სურვილი არ მაქვს რუსკა მაყაშვილმა თვალები დამთხაროს, ამიტომ არაფერს არ ვიყავ. ვინ ყავს სავარაუდოდ, ვინ ყავს მოწვეული შემდეგ გადაცემაში. ეგ მაინც მითხარი ჩუმად. ხვალ სხვათაშორის ცეკვების შემდეგ ჩვენი საახალწლო გადაცემა გავა, ღამის შოუს საახალწლო გადაცემა, ეგრეთ წოდებული სპეც გამოშვება და ორივე ფინალისტი მყავს მოწვეული. ორივე, მიუხედავად იმისა, ვინ მოიგებს, ვინ წააგებს, რანაირად. არა, წაგებული უკვე არავინ აღარ არის. ხო, ვინღა არის წაგებული, რას ლაპარაკობ. მეც კი არ ვარ წაგებული. მოკლედ, დავანებოს თავი ახლა ჩვენ ამ იმას აქვია. ცეკვას. ცეკვას ვერ და მე ცეკვას ვეღარ, ეკა. მე ცეკვას ვეღარ დავანებებ თავს. მე სულ ცეკვით დავდივარ სახში. ხო, არა მჯერა. აი, ის რო არის, გახსოვს ის ფილმი ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა. როგორ არ მახსოვს? ხო, გახსოვს? აი, კლინიკაში ერთ-ერთი კაცი რო მთელი ფილმი რო ასია. ასე რო დადის მთელი ფილმი. აი, ესე ვარ მე სახში, ასე მე ძალიან მოვდივარ. ასე ლექციებსაც ასაკითხულობ. ნუ აღარ შემიძლია ეს რა ყოფილა, ეს ყოფილა სასწაული. ცეკვებს ვერ შევეშვებით, მაგრამ ნუ ამ კონკურსს ახლა მივანდოთ ხვალ ჟიურის. აღმოჩნდა რომ მე სულ რაღაც ერთი კვირით ვარ ოთარზე უფროსი. კი. ერთი კვირით. მე გავხდი 21-ში, 21 ნოემბერს 41, შენ 30-ში. ხო. აი ოთარზეც უფროსი კი ვარ. მიშა 1 ოქტომბერს. 41. წელი საქართველოს 41-ის გახდა 1 ოქტომბერს. კარგი. ჩვენ ყველა 41 წლის ვართ. კარგი, აი რაღაცები შეხედე, ესე იგი არჩევნები ჩატარდა, ჩვენ რატო ვიხუმრეთ 41-ზე ახლა, იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდა და გაიმარჯვა ეროვნულ დემოკრატებმა და ლეიბორისტებმა. ანუ გადაინაწილეს ეს. არ ვიცოდი, გივი სიხარულიძე დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად. ხო, აი ეგ ვიცოდი. ხო, შემიძლია მართლა წელი ტკიოდა მაგას? მაგითო წამოვიდა იქიდან, თორე წელი კი არ ტკიოდა. შემდეგ ტელეკომპანია იმედი გადაეცა ტატიშვილების ოჯახს. და დირექტორი ახლა არის მამიდაჩემი იზო, ქალბატონი იზოლდა ტატიშვილი. ხო, ნუგზარ კვაშალი აღმოჩნდა რუსეთის აგენტი და გაქცეულია. და ქვეყანაში დაბრუნდა თენგიზ კიტოვანი, ოღონდ მართლა. აქტიურად დამაწიე მოვლენებს. აი, ცეკვავენ ვარსკვლავები. რითია ხალხო თქვენთვის მნიშვნელოვანი ეს პროექტი? სუდად ვიკითხე? ნუ იმისთვის გასაგებია, რომ ძლივს დაფასდნენ მოცეკვავეები. და ძალიან მიხარია მე, იმიტომ რომ უნიჭიერესი ხალხია. მართლა. ამას მე ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვამბობ. და დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ გვყავს ნიჭიერი მოცეკვავეები ესეთ. აი შენთვის
ჩემ შემთხვევაში დაინახა საზოგადოებამ, როგორც მე მწერენ, გაეტრიოს ეს ბებერი, დატოვოს ეს ცეკვა შეგვაზიზღა Facebook-ზე რაღაცა ხალხოსაც. ამიტომ არა მაქვს მე Facebook-ში. რაც უნდა წერონ და იკითხონ. ჩემ შემთხვევაში მოხდა ის, რომ რა ვიცი, კარგი იყო ძალიან. კარგი იყო. გავიცანი, ბევრი საინტერესო ადამიანი ყავდა არაჩვეულებრივი მეწყვილე. კი, კაი მიწია. მართლა არაჩვეულებრივი მეწყვილე. ისეთი წყნარი ძალიან გამიმართლა. რასაც ვერ იტყვი ეკოფანგანის რეზოზე. ხო, ყველა თაობა მონაწილეობდა ამ კონკურსში. ყველა თაობა, იყვნენ ბავშვების თაობა, ახალგაზრდები, ხო, სალომე ჭაჭუა. იყვნენ მშობლების თაობა, მე, ბებიების თაობა შენ. იმიტომ რომ შენ ელოდები შვილიშვილს მე არა. ხო, ელოდები შვილიშვილს. ხო. და ასევე ჩვენი დიდი წინაპრები, გივი და აჩიკო მეფარი. სადაგვილოს ეს. ასეთი ამბები. კარგი. კიდე როგორი გზნობა იყო, მე ვერ მოვედი ახლა ტელევიზორით, გადევნებდით თვალყურს. ისე რუსკა უფრო ნერვიულობდა. ბუნებრივია. ხო, რუსკა უფრო. მე არ ნერვიულობ. კი, შენ ძალიან წყნარად იყავი, ეს ნერვიულობდა 8 ცხადები და 95 104 ძალიან ნერვიულობდი შენც. კი. არ დაგონერვიულობა. შენ არ გეტყობოდა. არა, ხო, იმიტომ რომ მე არ ვღელავ. იქ რა ჩახვალ უკვე თავარი აი მანამდე რასაკურველია ღელავ სანამ გამოაცხადებდა. ჩადიხარ უკვე შენ ჩემზე მეტი. მომიყევი, აბა იქ დგომა როგორია. ჩემზე გამოსტილი ხარ. რამდენჯერ ვიდეში? მეორეთ ვიყავი გუში. მე მეოთხეთ ვიყავი რო გავარდი. მე ვიცი, მაგიტომაც გეუბნები რომ შენ ჩემზე უფრო გამოსტილი. ხო, და ის სულ იქ ვიყავი, ის მე მოწოდებით, ის ჩემი ადგილი იყო. ხადიშეს მე წინა გადაცემას უყურე და მასზე რო იყო ლაპარაკი თუ როგორ მკურნალობდი შენ იქ და ნემსებს როგორ უკეთებდი და რო თქვი რომ ყველას გაუკეთებ ყველას გაუკეთე არა ნახი მაქვსო და ჩემმა შვილებმა ესე გამომხედეს არა დედი და მე ხარი მაგრამ ბავშვებს მე ვთხარი რა სისულეება თქვენ ხო იცით რომ მე თვითონ ვიკეთებ ნემს და აი თქვი თუ არა კიდევ კარგი რომ შენს ეს დაადასტურე კი რომ ერთადერთი ადამიანია ვინც თვითონ იკეთებს ხო მაგრამ იქ პატარა პაუზა იყო შუალედი და უცებ წამოიმართნენ ჩემი ბიჭები გადავჭით მოკლედ კი ბედზე ვარ გადარჩენილი მე ხო იქვე გითხარი რომ მაგას ვერ ეგირსები არა მაგას ვერ ჩამოვიდა და ეკოფანგას ნემსი გაუკეთე მე კი რაც იმასაც ნემსი მოვთხარი ვერ ეგირსები ისე მე წამდოთ მონოდა წამ ნემსი გაიკეთო არა მართლა აი ესე კოდა სპრინტი დამზნეს დავდეთ უკვე ეს გაუპილებლების გზნობა რო გაქოიცი რა ასე რომ დადიხარ კოხოსავი ყველას ნესუსუგეთ ხო ზოგიერთ უკვე თვითონ მახვედრებდა წამალი ამოღებული ბამბა სპირტში დასველებული აი გამოშვებული კი დაზელილი უკვე 4-ხად გაყოფილი და ეგრევე იცოდენ მარჯვენაზე და მეოთხეში ოთარ ეგრევე უკეთებდა წინაზე ხომ მარცხნივ გამიკეთე ხო წინაზე ხომ მარცხნივ აქეთ გამიკეთე აი ასე ის იმას ისე რა არის ხვალინდელი საღამო იმას გავს ხო იცი აი 10 წლის თავის მერე რო იკრიბებიან კლასელები ფალოდია ჯინჭარაზე გჭირდება ყავს ანრი ჯოხაძე არავის რო ვერავინ რო ვერსტობს ჯოხაძე ვინ პროექტი ჯოხაძე ყავს კლასში ჩარჩენილი გივისი ხარულიძე კლასში ჩარჩენილი კიდე ყავს სხვა კლასში გადასული რატი წითელაძე იმიტომ რომ თქვა რომ არ ვიცეკვებს მე ისია გაბრაზებული ემიგრაციაში წასული თეატრში გულშემატკივრობდნენ აბა თავისთავად რუსთაველის თეატრზე გეკითხები რუსთაველის თეატრში წარმოიდგინე რუსთაველის თეატრში კი ახმეტელში არ ვიცი ახმეტელში მე მეგდანელი ვარ და შესაბამისად მეც იმიტომ რომ მეწყვილე ვარ შენ ათონელზე იმედი მაქვს იმედი გაქვს ესე იგი რა არის რა ის თქვა მინდა მართლა ის თქვა მინდა რომ ხალხი დამეთანხმება ალბათ როგორც დარბაში ასევე ტელემაყურებლები და ხალხის გარდა ბენდიც დამეთანხმება რო არაჩვეულებრივი წყვილი იყო ლევან ახვლედიანი ეკა ნიჟარაძე 500
ხუთოსანი წყვილი. ხო, აი ყველა აბსოლუტურად ყველა ცეკვას ცეკვავდნენ სწორად და გულიანად და უმაღლეს დონეზე. მე განსაკუთრებით ხო იცი რომელი ცეკვა მიყვარდა თქვენი აი ის ტური რო იყო. ტანგო წაიმღერა ჩემი აბა. ხო მახსოვს? ესა. ის მახსოვს კაცო, ის რა დღე იყო? ხო, ის დღე იყო მე რო გავარდი Coldplay-ზე რო ცეკვავდით. გადაკეთებულ ვერსიაზე აღმოსავლურზე არაჩვეულებრივი. ხო, ეხლა მინდოდა რომ დღეს გეცეკვათ, მაგრამ არ გემახსოვრებათ ეგ ცეკვა. არა, მე იქვე მავიწყდება. მახსოვს აი გუში რაც ვიცეკვა ისიც უკვე ისე რა. ასლაბარაგო. როგორ გეკადრება? ხო, იმიტომ რომ როგორც კი ვიწყებდით. გუში კი არა, ერთი გვირის წინ ადამიანო. ნუ, ჩემთვის გუშინი იყო. შენთვის ეს გუშინდელი დღეა. გუში რავჭამე ის აღარ მახსოვს ამბავში. დიახ, კარგია. კარგი, ეხლა გვითხარით, რას უსურვებთ საქართველოს მოსახლეობას 2013 წელი მოდის გველის წელი. ეხლა შემოსისინდება 2013 წელი მალე და რას მიცინი კაცო ხალხს რას უსურვებ? ყველაფერს კარგს ახალია. ჯამთელი სულ მთელიერი გაერთიანებული პოლიტიკურად წავიდე? არა, როგორც გინდა ისე წადი. ეხლა ჩაჩა სტილში მეთქი? ჩაჩა სტილი, მე ჩაჩა მიყვარს. კარგი, არ არის შენგან ხელი. შენ რას უსურვებ? რა ვიცი, სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას, სიმშვიდეს, წარმატებას, ნუ შეგეშინდებათ გველის წელიწადის. ხალხს რაღაც ეშინება, აი მე გველი. მე არ მეშინია გველების და მართლა? ხელში დაგიჭერია გველი? კი კაცო. უიმედე და შანსი არ არის გველს ხვლიკი, გველი შემიძლია. მე დავდიოდი ბავშვობაში. რაზე დადიოდი გველის დაჭერაზე? მე გავიგე დავდიოდი ბავშვობაშიო და გველის მეთქი იმაში იყო პიონერთა სასახლეში, წრე. დავდიოდი მომესვა მაბადიეთ. და რას უცეკვებთ დღეს ქართველ ხალხს? რაც ცხელია იმას. ხო, რაც გვახსოვს ჯერ ასე თუ ისე და წინასწარ ცოტა დაგვავიწყდა მომენტი. ბოლო ტურიდან რომელს? სამბას. სამბას. Браво! მართლა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე უსაყვარლესი წყვირი ამ პროექტში და ჩემი მეგობრები ეკა ნიჟარაძე, ლევან ახვლედიანი, დიდი მადლობა. განვაგრძოთ გადაცემა ამ რუბრიკას დიდი ხანი ველი ხალხო. ძალიან დიდი ხანი. რუბრიკის სახელია ერთს დიდი მადლობა, მეორეს ზმუკი. რუბრიკის სტუმრები არიან მარინა ბერიძე და კოტე ფურცელაძე.
როგორ გეკადრებათ ქალბატონო? იმიტომ რომ მადლობა ისე იშვიათად მეუბნებიან მადლობას რომ მეკითხო ზმუკი რას ნიშნავს ზმუკი მინდა? ნუ კაი რო არ არის ვიცი. ჩემ გარშემო ზმუკს არავინ არ ხმარობს. ნუ ეს ხომ გამონაკლისი. ჩემს გარშემოც არ ხმარობდა არავინ ასინქრონს. იცი რა? მე პირველ გადაცემას გადავახვი, მაინტერესებდა ზმუკით რო დაიწყე, მაშინ კორვალულს რო სვავდი. ხო. ხო და იცი რა არის იქ აი კატეტერების ისტორია ხო გახსოვს? რომელი? მე ერთმა ხიმი ჟურნალისტმა ბევრი ისტორია ვიცი. კატეტერებიო. კატეტების მაგივრათო. გახსოვს? აი იგივე იცი რა თქვი? ასიმეტრიაო და ზმუკიო. ერთხელ შემეშალა ხო რა? ამაშია საქმე, ერთხელ შეშლის გამოა რომ. კატეტერი ხო არ შეგეშლია? აღარ გეკადრებ. ამაშია. საჩუქრები მაქვს მე თქვენთვის. მე დედა რაღაცა მადლობა მე საჩუქარი გავგიზდი. აი ესეთი ძალიან რაღაცა ხდება ჩემს. სიმბოლური. მე რა კაი ბიჭი. სიმბოლური ეს თქვენ. ეს თქვენ, ქალბატონო მარინა? აქ ხო. მე და კოტო შოშტა. და ეს შენ. გინდა ამას ასინქრონი დაართვი, დაარქვი, გინდა ასიმეტრია და გინდა ზმუკი. აი ეს არის შენი ნაძვი. მეც მაქვს ერთი საჩუქარი. საჩუქარი გაქვს? კი. გამოვუშვი. ესეთ ფილმი იყო კურიერი, გახსოვს ჩვენ ახალგაზრდობაში. კი, როგორ არ მახსოვს? რუსული კურიერი. რუსული კურიერი. რუსულად უნდა თქვა, იქ იყო რომ რა გინდაო, რას ძაზე ნატროფო და პალტოზეო და ნაცია პალტო იმიჩ და ეჩოგლიბუ ძვილიკა მო. აჰა. ნაციბე ჯიპ. იმიჩ და ეჩოგლიბუ ძვილიკა. ცუდად არის თქვენ შორის ამბები. ანათებს. ნახე რა მაგარი ჯიპია. შეგდე? აბა მიდი. აჰა. წავიდა კიდევა, შეგიძლია და როგორ მიდის ხო? აი ასე წავიდოდი ჩემთვის ხალხო რას მერჩოდი. დავждებოდი და წავიდოდი. ასე ამაში როგორ ჩავეტევი ახლა? კი. ასინქრონი და ზუმი. გასწორე ასინქრონი. არა, იყოს აი ოთარი რომ ფოქსტროტს ეკვავს ისე დგას. აი, გამახსენე. ოთარ მე შენი ლობისტი ვარ, ხო იცი, რაც არ უნდა თქვას, ამან. მე ყველაფერს აბსოლუტურად იმაშვები, რა ვქნა. იცი რა საშინელებებს მიწერდნენ Facebook-ზე? ამიტომ არა მაქვს მე Facebook-ში. კაი ბიჭი. კიდევ ერთხელ ვამბობ. ვერ გავიგე ოთარ ტატიშვილის იქით ვეღარ იხედება ეს კალი? ვერა თქო. რა გავაკეთე? ყველანი არ მიკეთია სათვალეთ. ხო, არ ვიცი. ვერ ვიხე, დიდი ამბავი. მე მოვიწყინე რომ წახვედი. მოვიწყინე. მეც მოვიწყინე ოთარ, რა ვქნა. მეტის ღირსი ხარ. რომ ისეთი ქონდა ფეირვერკი რომ რა. ჩერტკოიც კი მოვარჯულე და კოტე ვერა. კი. ვერ მოჯოს. ვერა. რა ვქნა? ხო შეგაქე რა ვქნა მეტი. რა მეკეთე. როდის შემახო? დაწყებიდან ბოლომდე. როდის შემახო ქალბატონო მარინა? თავს იკავებ და ის. აი ხო ახსენა, ფოქსტროტი ახსენა. ხო. სხვა შორის ბადნოკოტე, ფოქსტროტი ეს მელის ნაბიჯს ნიშნავს ინგლისური ცეკვა. არა, ეს ისეთია. დიახ. ასიმეტრია არ დაგემართოს მაგამ ბავშვიც. ხო. ესე გონიათ რომ მელიას ნაბიჯი. კარგი და მე არ მიცეკვია ფოქსტროტი არც ერთხელ და სად კიდე კაი ფოქსტროტამდე არ მიხვედი ის. კაი არ მიხვედი მაგრამ. არც ნელი ვალსი არ მიცეკვია. კაი. ჩამოგითვალო რა ვიცეკვია? ვენური ვალსი. ჩა. ეგ არის. quick step-ი. quick step-თან ჟღერს და ყველაფერი. rumba, გადასარევი იყო rumba. ჯაივი. არ მახსოვს. ჯაივზე ვარ შეშლილი. აი რომელი იყო ჯაივი? მახსოვს, ეხა რომელი? და ვიცი რომ რაღაცა რთულია ეს ჯაივი. აი რომელი იყო? რა ეცო? მითხარი და აი რა ობრაში. შავოთ რო ვიყავი შეგები. გადასარევი, მე რა გინდა. დავი ინახავ რომ გვიჩივლეს მე. აი კიდე რომელი ნომერი გახსოვს? ყველაფერი მახსოვს, აი იმაზე. პიეროს ფორმაში რო ვიყავი ახლა. ბუშტები რო აღვში. მანდაც გაქე რა გიქ. ახური რო ვიცეკვე? ცუდი იყო. კახური. ძალიან ცუდი. ქართული ნაციონალური არ არის შენში. შენ უფრო ევროპისკენ იხედები. კაია ეს. რმა ევროპისკენ. კაია ეს, კაი. არ გვინდა. მე ვარ აყვანილი. მე დედამ ისე ვარ ამსტერდამიდან ჩამოგიყვანეს? სამი ვარ მე, სამი. ფინეთში რო ცხოვრობენ. ხო.
იმის მერე ვიცეკვე სამბა მონადირე რო ვიყავი ძალიან იცინოდი იქ ძალიან კარგი იყო არა სიცილით სუიცინოდა ადამსების ოჯახი ტანგო რო შეკპირდით და რო ვიცეკვე პასადობლიში რო გადავედი იყო კაი უბრალოდ ეხლა მახსენებ თორე არ და ბოლოს გაგამ სტაილი რა გემახსოვრება გადაცვალე ჩამომსვიდა ხოქილი რენჯოვერიდან რა გემახსოვრება ვისთვის გემეტება ეხლა მანქანა 31 არ ვიცი რომელსაც უნდა მე ვიცი რომ ერთ მანქანა უნდა ერთ ბინა მე ბინაზე ვფიქრობდი ხარ მოუტანო პატარა თქო მაგრამ მაინც მეორე ადგილისთვის გაგიმეტე აქაც გაგიმეტე პატარა ბინის მოტანა ბინუშკა სხვათა შორის ხალხატონი მარინა თქვენ ბრძანდებით ჩემი უსაყვარლესი წევრი ამ ჟიურში. ნუ აგიჟებული ვარ. მე საერთოდ რაღაცა ვაქცინა გამიკეთე. აი ცრემლი მომდის ხოლმე რო გიყურებთ კაცო. და გადავი. ცრემლი იცი რა ეხლა იმდენად მოდური გახდა ეს სიკეთეები რომ მეც გადავწყვიტე რომ ვიყოთ ძალიან კეთილი. არა თქვენ ისედაც კეთილი ადამიანი ბრძანდებით ხართ ეს რა ქვია სამართლიანი ხართ ხოლმე ზოგჯერ და ქართველებს სიმართლე არ უყვართ. არ უყვართ და რა გავაკეთოთ მომდის ხოლმე ცრემლი და ამას როცა უყურებ რომ დანასისხლი არ გამომდის. არავის არ უთქვია ჯერ. ეხლა მე იცი რა უბედურება მჭირს რომ ვირთხავარ და გველის წელი მოდის. ისე კი რაღაცა ორი საშიში ცხოველია და მითხარი ეხლა როგორ ვიქნები და როგორ ვიქნები მიხეილ ცაგარელი მყავდა ახლა გველი და ვირთხა არ ვიცი ხო არ ვიცი მაგრამ მარინა ბერიძესო ხო კარგად ექნება ორი საწყისი აქვს ესეთიო რა ორი ჰოროსკოპი ხო დიდიო ტყუპი ვარ იმაშიო რა ქვია დაიცა როგორ მითხრა სიმღერის ჟიურიში როცა ზისო დრაკონიაო და ცეკვის ჟიურიში ცხვარიო ხო და მე მგონი იმიტომ რომ ტყუპი ვარ მე მგონი ხა ის წელი დამიდგება რომ არც ერთ ჟიურიში არ ვიყო მართლა ხო იმიტომ რომ სიკეთე მოსინჯეს იმ სიმართლემ ხო იმდენი რამე გამოიწვია რომ კინაღა გაგიჟდენ ხო და იფიქრეს კეთილიც ნუ რა ნუ გავიგეთ რომ კეთილია ამოვწურ ისე საინტერესოა ახლა ძალიან რაღაც მაგარი რამე მოვიფიქრე რა აი დაუშვათ სიმღერის კონკურსში რო გავიდე მე და იქაც თქვენ იჯდეთ ჟიურიში კოტე შემაქებს და თქვენ გამლანძღავთ მინდა გითხრა რომ ჩემი ინტუიციამ კარნახობს რომ შენ სიმღერაშიც მომეწონები აი ამოჩემებით მომწონხარ რა გავაკეთე კარგად მოსმენილი როგორ მყევი რა მნიშვნელობა აქვს მაგას კაცი დღეს მნიშვნელობა აქვს მაგას ბოლო თქვირა მე სად მოусმინდეთ თქვენ ჩემს სიმღერას აი რო იწება შენი გადაცემა ხო რაღაცას იქ ნუ ეს არის ნუ დასახვეწია ობერტონი არა მანამდე დღეს ხო უმღერე ეკანიჟარაძესაც რაღაცა იქ ხო ტერეტეტერეტემ ტანგოს არ მოხარამიე რასაც შემღერი ეგ სვარამიე დუდუნებს ეხა ვერ მიტანს რა მოკლედ აი ესე ამომიჩემა არა უყარხარ სამაგერ მე კეთილად ამოგიჩემი ამან ცუდად და ბალანსი მოხდება და გადასარევი მუკიო გაიძახის და ეხლა რანაირად კაი ხო უნდა გაგიხარდეთ ჩემზე რომ ეგება კაია ეს მუკი მეც არ ვიცი რას ნიშნავს კაცო ეგება კარგს ნიშნავს რა იცი ხო არ ვიცი კარგი აი სხვა შორის მე რაც გამოვარდი ხო მე ისე აქტიური მაყურებელი აღარ ვიყავ. აი ეგ არის ჩვენი მაყურებლის უბედურება. თუ არ მონაწილეობს, ისე არ უყურებს. ძალიან კარგად უყურებს, ეხლა რა გონი არ უყურებს. რატო ბარსელონას თამაშებში არ მონაწილეობს, მაგრამ სულ უყურებს. ხო, არა, მაშინ რა გინდოდა ცეკვებში? მე მეგონა გაგიჟებული ხარ ცეკვებში. მე უკვე შემარქვეს პროფესიონალებმა ცეკვის ლიონელ მესი, ამაზე აღარ მინდა საუბარი. სხვათა შორის ხო, რის თქვა მინდა, ხო და რა ვწყვებოდი რომ ჩავთხე ტელევიზორი და თქვენ არ ხართ. ჟიურში. ხო, ავატკა. და რა ვიფიქრე იცი? რომ ასე თქვა მარინა ბერიძემ რომ ატიშვილი აღარ არის და აღარ მინდა და წავედი. საერთოდ ვიფიქრე იცი? ხო არ დავტოვა თქო ჟიური. თახով გიждდებს ეპოტაჟნოთ რაღაც დატოვა წავიდა. ეპოტაჟზეც გიждდებით, ჩემზეც გიждდებით. შენზეც გიждდები. ხო ხედავ რამდენი რაღაცა ხდება. მაგრამ მე რას მივხვდი იცი რომ შეუცვლელი ვარ. ისე მხოლოდ ქალბატონმა მარინამ დაინახა ჩემში ის ნაპერწკალი რომელიც პროფესიონალის ხელში ცეკვის ცეცხლად გადაიქცეოდა არა უნდა ვამღერო რა თქვა ეხლა კარგად არა მე ეს კაცი უნდა ვამღერო იარე ჩემთან გაკვეთილი $50 მაპატიე ნუ რა ვქნა $50 ცეკვაში რო გადამეხადა გაკვეთილებში ეხა Range Rover-ში ვიჯდებოდი ხო და შენ არ გადახტა გინდა და მაინც პირდაპირ მანქანაში გინდა ჩახტომა და ეგრე სად არის ისე მართლა შეუცვლელი ხარ ხალბატონო მარინა მართლა
კოტე ცოტა ხანი გვაცალებს. კი ბატონო, რას ბრძანეთ? შემილია. ხო, ესე აი თქვენ მოწოდებით შემფასებელი ხართ რა. ხო, მაგას აი ყველაფრის შეფასება შეგიძლიათ თან უმაღლეს დონეზე. ხო, აი რა. ყველა თქვენ დაწერილ ფულას ვეთანხმები მე, რასაც ვერ ვიტყვი ზოგიერთი. არის შედევრი, უნდა თქვა. დიახ, დიახ. აი შემილია 2 საათი გელაპარაკო. და რომც არ იყოს შედევრი, ისე უნდა თქვა, რომ დაარწმუნო, რომ ეს არის აი დამარწმუნეთ, რომ კოტე ფურცელაძე არის ჟიურის კეთილი და კარგი წევრი. არა, კოტე ფურცელაძეზე იმდენ ხანს დაგელაპარაკები, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ადამიანია უკვე სერიოზული ტონი, წარბი აწეული მაქვს და გეუბნები, რომ ძალიან ცოტაა ესეთი ადამიანი ჩვენ ქვეყანაში. და ბატონ კოტესთან რო ვიაროვნე ცეკვებზე? 50 დოლარი, ამას 50 დოლარი მე. $100-ში ხარ გამო. $100 გადავიხდი მომამზადეთ რა, იმიტომ რომ მე სხვა ქვეყნებში მეძახიან უკვე ანალოგიურ კონკურსებში. მაგრამ პროდიუსერად წამოყვები, მე და კოტეც წამოყვები. ვიაროთ ესე და თქვენ შეფასებას დაუბრუნდეთ. რომ შემფასებელი ხართ, თქვენ დაბადებით და მოწოდებით შემფასებელი ხართ. და სხვათა შორის ამაზე მეტყველებს ძალიან საინტერესო ფოტობითები. რომელიც მოგვაწოდა ტელეკომპანია ალჯაზირამ. ნამდვილად ეგ თუ მოგაწოდებდა თუ დანარჩენი ტელევიზიები არ მოგწევდე. აი მოდი აბა ვნახოთ. Marina, Marina, Marina. Ti voglio più presto sposare. Marina, Marina, Marina. Ti voglio più presto sposare. Oh mia bella mora, no, non mi lasciare, non mi devi rovinare. Oh no, 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 no. Oh mia bella mora, no, non mi lasciare, non mi devi rovinare. Oh no, no, no. ძალიან დიდი მადლობა. როგორი იყო? როგორი იყო? ყველაზე მეტად რომელი მოგეწონათ? მე კი ვიცი, მაგრამ თქვენ მე მომეწონა ვოიში რომ მარტო მე ვარ სულ. შენ წარმოგიდგენია რა არის, აი გამაზული რო იტყვია. ამდენ ქებადიდების მაგივრებ დრეებს ვიზამდი იქ. გვარი სახელი მითხარე, ეხავე გეტყვი. ყველა შეცდომას. არც შემრცხვება. ვაი, ესე იგი თქვენ სიმღერის ჟიურიში ხართ კოტე ფურცელაძე რა? ხო, იმიტომ ეს ბავშვი ასე გამოსდილი. ბავშვია ეს? ჩემთვის ბავშვია. ეს არის მკვლელი ბავშვის სახით. არა, ეს არის ყველაზე მაგარი და ყველაზე კილერია, baby face killer. ყველაზე მაგარი და ყველაზე კეთილი ადამიანი და პრინციპული ოღონდ. კი, სხვა, კი, არა, მე მახსოვს ხალხო ხა ასე არ გეგონოთ. მე მახსოვს კოტე ფურცელაძის კარგი შეფასებებიც ჩემს მიმართ. მახსოვს. მართლა მახსოვს. კი, ერთეული. აი როგორც ბრონხებშია ხოლმე ერთეული ხიხინი. ხო. ისე. ხო. ესეთი აი რო ეტყვის ხოლმე კარგი პულმონოლოგი რომ მოусმენს ფილმს და ესეთი ერთეული წვრილ ბუშტუკოვანი ხიხინია. მართალია ერთეული. მაგის. ერთეული, მაგრამ მახსოვს. თქვენ ხართ ჩამოყალიბ რეაქტიული პნევმონია. ესეთი შეშუპებით. ისე მე მართლა ხუმრობ, ბატონო კოტე, ძალიან დიდ პატივს გცემთ და მართლა ბევრი კარგი გითხოვთ ჩემზე და რასისურველი ახლა მე რო სერიოზულად ცეკვაზე დავიტვირთო, რასაც ვერ ვიტყვი რატიტი თელათეზე, რომელიც გარეთ გელოდება. სუბოისტების ისტორიაც მახსოვს, კი. გახსოვთ ხო ეს ისტორია? არა, ყველაზე იაპონურად ვერ მითხრეს. ჩემი ძუდოისტები არიან ძმაკაცები, ბევრი. ხო, დავაჯახოთ. მე მგონი ჩემი მოუგებენ. ოლიმპიური ჩემპიონები არიან. გაგამაროს მოუგებენ? მე ვერ დავძალი ადგილიდან და ოლიმპიური ჩემპიონი რას უძავს? რა, დატო დაძრა ხო არ არის? გასაგებია იქ. არა, ყველაზე კარგი იცი რა იყო, რომ ხო აგორდა ახლა ეს ხელისუფლება შეიცვალა რაღაცა აგორდა შეიცვალა ხელისუფლება? ხო, და აგორდა ეს შავი ფიარი და გაეთრიოს აქედან და ვინ არის იქ საზიზღარი და დაღუპა კულტურა და რაღაცა. რატო? და ჩაწყნარდა ეს. ნუ რა ვიცი ხა, რამდენს აქვს რაღაცა. ეს მე მინდა გითხრა რომ ჩაწყნარდა ეს ყველაფერი გამოვედი კოსტიუმჩიკში კეთილი შენ გეფერები ყველას ვეფერები მაგიტომ მეფერები ვიფიქრე აბა რა ეხა არა მომწონდი ისე რაზე მოდი მაინც ეს და უცებ გავარდა რატი და დაიწყო თავიდან ყველაფერი ატყდა მაგრამ რა ატყდა
რომ რატომ ვერ დავინახე რატიში, ну არ ვიცი ვინ, გრიგაროვიჩი. არა, სხვათა შორის ტოტალიზატორზე ვითამაშეთ ჩვენ. კარგი წვილი იყო რატიც. აი წვილი იყო, მაგრამ ხო უნდა გავარდე ხანდახან არა. ხანდახან ხანდახან. მეც ოთარი კი არ გავაგდე. ხალხმა გააგდე. ამაშია. ხო მე მივხვდი ხალხს არ უნდა რომ იმას დაბრალდეს და ჩვენ გვბრალდება და თუ გაიმარჯვა ხალხის გამარჯვებულია. კარგი, ქალბატონ მარინა, თქვენთან მაქვს თხოვნა. არ ვკითხო ხა სად მუშაობ? არა. რასაკეთებ არ ვიცი. მე მაქვს ასეთი თხოვნა თქვენთან და ეხლა მომეცით პირობა წინა საახალწლოდ ჩვენ მრავალრიცხოვან ტელემაყურებელს ჩემ ტელემაყურებელს, თქვენ თაყვანისმცემლებს, ბატონიკოტეს თაყვანისმცემლებს, ყველას მოკლედ რა, რომ თუ კი თქვენ გააკეთებთ მუსიკალურ პროექტს. ოდესმე. არა, მე არ ვიმღერებ. ერთი ტური გააკეთეთ Rolling Stones-ის სიმღერები. ხო, მეც მიყვარს. მეც მიყვარს. დარბაზში ეთქობა სადღაც კით რიჩარდსის და იმან დაუკრატაში. ერთართულია. მარტო ამ ტურზე დამიძახეთ ჯიურიში. კარგი. მაგრამ რაღაცა ეჭმეპარება რომ მიმღერო? არა, რომ ვინმე სადმე დამიძახე. მოკლედ, წინა საახალწლო გადაცემა ჩვენი ხვალ შემოამიჯებს. ყველას. მიულოცეთ, თქვენ გაქვთ საშუალება რომ მიულოცოთ ტელემაყურებელს. ულოცავთ საქა, მე პირადად რა ვიცი, პირველ რიგში მინდა რომ 7 წელი იყოს. და ყველანი ვიყოთ მშვიდად და ძალიან გვიყვარდეს ერთმანეთი. რაღაცა ასე მგონია, ისეთ რამეს ვითხოვ, რაც წარმოუდგენელია, მაგრამ სურვილი მაინც მაქვს, რომ აი რაღაც ეს დამთავრდეს ეს ღვაწლი და ეს რაღაც ჩასაფრებულობა და უბედურება. იცი რა, ჯერ მინდა გითხრა, რომ ხუმრობის გარეშე რომ ხარ არაჩვეულებრივი ადამიანი, ხარ ძალიან ნიჭიერი ადამიანი. დამდეგს. დადებითი ენერგეტიკით, კეთილი, არაჩვეულებრივი შვილებით, ისეთივე დადებითი ადამიანებით. მინდა წარმატება უსვოლო შენ გადაცემას, არაჩვეულებრივ შენ ბენდს, მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ძალიან მაგრები ხარ. და გილოცავ დამდეგ ახალწელს და ყველას არ ვიცი ულოცავ. დამდეგ ახალწელს მინდა რომ იყოთ ბედნიერები, ჯანმრთელები, სიხარული, სიყვარული და ყველაფერი კარგი მოგწეს ღმერთმა მომავალ ახალ წელს. ძალიან დიდი მადლობა. ნახე როგორი ბიჭია. აი, რას ერჩევდი? დასერჩო. აი, რას ერჩევდი? მე კიდე გეტყვით რომ ხვალ არის ფინალი, ძალიან დაძაბული დღე, მაგრამ ფინალთან ერთად იქნება გალა კონცერტიც და გამოვარდნილი წყვილები მივიღეთ. იცეკვე. დიახ, მონაწილეობს კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს გაუკეთებს საჩუქარს. სიურპრიზია. და ამოვალ და თვალინდელი ჩემი ცეკვა გეძღდებათ თქვენ ბატონო კოტე. რა გინდა? არ ჯობდა ბოროტი ყოფილიყავი. იმიტომ რომ მარინას ისედაც მოვწონდი. ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი ხალხი. მარინა ბერიძე, კოტე ფურგზელაძე, ძალიან დიდი მადლობა. მადლობ გილოცავ ყველას. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ყველასათვის საყვარელი რეჟისორი და სტაიანშიკი. ამ რუბრიკაში სტუმრად მოვიწვიეთ ლევან წულაძე, იგივე ჭოლა. ესე იგი როგორც იქნა მოაღწიეთ ჩემამდე ვარნა ლევან რა. ძელი იყო გზა, მაგრამ შორიდან მოვარ და მშვიდობით მე. იავარდით იყო მოფენილი თუ ილიებით კი ბატონო. იებით ძირითადად. იებით მოფენილი გზა და მოხვედით ჩემამდე. კი ბატონო. თქვენ ესე იგი სოფლიომ გაგიცნოთ აი ამ სტაიანშიკის როლით, რომელიც შეასრულეთ კაცების კინოში. როგორი იყო გადაღებები, რთული იყო? არ გამახსენე. დიახ, ეს გვაინტერესებს ყველას ძალიან. ძალიან რთული იყო. აჰა. ქარი იყო. ქარი იყო. წვიმარი იყო, მაგრამ ქარი იყო ძლიერი, მიჭირდა. დიახ. ხელავდა რეისურა. ხელავდა ქართული მოსახლეობა. მაგრამ გადავიარე ეს ამბავი. ერთი კარგი ამბავი იყო. ბოლოში იქ რო
უზარმაზარი როლი იყო ეს ტექსტი ვისწავლე ასე შემდეგ. ვარდა ეს უნდა წავიდე მოკლედ მანქანა წავიდა და არ მომცა 20 კაპიკი და გაბრაზებული ვარ და უნდა წავიდე კარგი ეგ სხვაგან მოძებნიო და გზაში კიდევ რაღაც მანქანა დაინახეო მითხრა ის რომ იქნებ დავქნიო ეხსა და შემოუხვიო ნანიშნო თუ რა მეორე დუბლი თუ მესამე დუბლი უკვე მგონია რომ კარგი იყო დავქნია ვიღაცა მანქანას იმ მანქანა მიცნო ეთყობა თუ რაღაცა და შემოუხვია და გააჩერა რა მოხდა ბატონ ლეო რა დახმარება არა მეოთხე მაგრამ ისე მარჯანიშვილის თეატრში რა ხდება აშენებ მცირე სცენას ეს სარდაფია ერთგვარი ნოსტალგიური მომენტი თეატრის სარდაფი მცირე სცენა იქნება მარჯანიშვილის და დაგვეხმარა კულტურის სამინისტრო ჩემ ბატონო დიდი მადლობელი ვართ ახალი თუ ძველი ახალი ხო და ძალიან კაი რამე გითხეს რა კარგია თქვენ არ მოდიხართ თუ არ გვაწუხებთ არაფრით და ამიტომ პრემიად გადლებთ ამ ფულსო აი მეგონია რა თქმა უნდა აი თქო მეორე წარმოვიდგეთ ბატონო ხო ეხლა მე ვაგვირდები მარჯანიშვილის თეატრს სხვათა შორის ჩემი რამდენიმე მეგობარი მუშაობს თან ძალიან კარგადაც მუშაობენ მოგეხსენებათ რომ ვიზებს საუბრობ მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ვიცით ეთყობა რაღაც არ გამოდიხათ რაღაც პრიზი არ აგიღიათ არანაირი მარჯანიშვილის თეატრს ერთადერთი ბოლო მიღწევა თქვენი თეატრის ის არის რომ თქვენი დასის მმართველმა ქეთი კანტიძემ აიღო მართვის მოწმობა ეს დიდი ამბავია ეს უდრის ყველაფერს კოტე მარჯანიშვილიდან მოყოლებული რაც პრიზი აგვიღია ეს ყველაფერი სასაცილოა იმასთან შედარებით აი კაცო სადიყურება მილიცია რას აპირებს როგორ ქვეყანას აშენებს კანტიძე უნდა გამოუშვათ ქუჩებში ფრთხილად იყავით მეგობრებო ქართველებო ქალაქში ქეთი კანტიძეა ქალაქში ქეთი კანტიძე დადის მანქანით მე მოსიარულე მოგონიათ რომ თქვენ არ და თქვენ მშვიდობაში ხართ მე ჩვენი პირველ მეორე სართულის მაცხოვრებელი მე იმ ცირერიცხოვან ტელემაყურებელს ჩვენსას ვინც მარჯანიშვილის თეატრში არ არის ნამყოფი შევახ უბრალოდ ვეტყვი რომ ქალბატონი ქეთი კანტიძე ეს გახლავთ აი ცნობილი როლის შემსრულებელი სერიალში გოგონა გარეუბნიდან ვალერი და დოდორო იყვნენ და ახლა შუა ქალაქში რომ ნუნუს თამაშობს მარჯანიშვილის თეატრში არაფერს არ თამაშობს არა კიდო ახლა თეატრშიც კიდო რა ამბავი ბევრია ხო ძალიან ბევრი ისე ნიჭიერი ხალია კი როგორ არის მე გრილად უყურებ ამან, იმიტომ რომ მაღიზიანებს. აჰა. დასის გამგე უნდა იყოს კაცრი, რა თქმა უნდა. საზიზღარი. ეს დადის და ბულდოგი და ეს არის კეთილშობილი. როგორ უნდა იყოს საზიზღარი ბულდოგი. ბულდოგი. და ეს არის საყვარელი პუდელი. ბულდოგობდა ადრე და. ხო. ახლა რო დიდი გახდა და ეს არის სახელმოხვეჭილი ადამიანია და ნუ რა გითხრათ ახლა. არაბერნარი იყო და ახლა ქეთია. უჭირს უკვე კოლეგები ვით უყურებს მსახიობებს ეცოდება ისინი და კარგით ბავშვებო და ხო ანუ ლოიალური გახდა ლოიალური გახდა კარგი მარჯანიშვილის თეატრს ჩვენ დაუბრუნდებით ახლა რა მაინტერესებს ცეკვავენ ვარსკვლავებს თუ უყურებთ თქვენ აი ამ მეგა პროექტს როგორ არ უყურებთ ორი მარჯანიშვილი ცეკვავდა ერთი დარჩა ხო, ეხლა დარჩა სამი, ერთი მარჯანიშვილის თეატრიდან, ერთი რუსთაველის თეატრიდან, ერთი მუსიკის და დრამის თეატრიდან. აბა არამიანცის თეატრიდან ვინც უყავი გამაგდეს. არ უნდათ ეს არამიანცის თეატრი და გამოვარდებიან ეგენიც. ხო ატკივდებათ რაღაცა. დაჭირდებათ არამიანცის თეატრი. ხო და მე კოტე მომკურნალოს ფურცელაძემ. ხო. რაღაცას დავირეკა ეს თქვი გაგიშვებთ კოტე ფურცელაძესთან სამკურნალოდ. კარგი. აი ხა გამოწერილი მაქვს მე ესეთი პოსტები ჩემი გადაცემის შესახებ. ბევრი ამბობს რომ აი შენ მონოლოგებსო პათეტიკა და რაღაც ემოცია აკლეაო. მოკლედ ესეთი რეჟისორული ხედვაო. ხო და აი მაგალითად ერთ ხუმრობას ჩემი დღევანდელი მონოლოგიდან ხო ვერ დამადგმევინებთ თავიდან რომ გაცილებით უფრო სასაცილო მიმზიდველი გახდეს.
პათეტიური უნდა. პათეტიური და უფრო ისეთი, აი რომ დაინახავ რომ მოისმენ და რომ მოგინდეს ბოლომდე მოსმენა. ხო ხდებით რომ აი მაგალითად რომელი ხუმრობა ავიღოთ ნებისმიერი. აი თუნდაც ის 21 დეკემბერს არ დაიქცა ქვეყანა, ერთადერთი გაუხარდა საქართველოს მთავრობას, იმიტომ რომ ყველა არ გაუხარდა საქართველოს მთავრობას, იმიტომ რომ ყველა გადავრჩითო და ამდენ დაპირებას და რა ასრულებს. რა შეასრულებს. აი ამ ხუმრობას ხوار დამადგმევინებდით. კი როგორ არა? ალბათ ხომ მიზანსცენა შევხალოთ. დიახ. ხალხ. როგორი ვარიანტი მინდა? ეროვნულ ვეფხისტყის ყავსნისეული თუ ევროპულ კაფკისეული თუ რანაირი? მოდი ჯერ კაფკათი დავიწყოთ. არის ჩემში რაღაცა. კი როგორ არა, არც გახდით განსაკუთრებული იმის შემდეგ. კი, ევროპული კი. ანუ ასე? ხო, მაშინ მაგიდაზე წარმოვიდგარი. თითები ათამაშდას. აქა მუხდა. არა, შაფიქრებულად უფრო. თავთან მერე ეკე. საით? ხო, არა, აი შუბ ფიქრის. გაორებული ხართ. გაგიზიანებული. ბევრია. კაი, თავიდან გაორებული, გაგიზიანებული. მითხარი თავიდან გაგიზიანებული. გაგიზიანებული მითხარი თავიდან. გაგიზიანებული ხართ. კარგია. გახედეთ ახლა იქ თქვენს უფროსობას. კარგია, გადაიტანეთ ეს ზიზღი მათზე. $21 დეკემბერს შეიძლება ზიზღნარები სარკა 21 დეკემბერს. აი ეს კამერაში ვიმუშავებ. 21 დეკემბერს დედამიწა არ განადგურდა. კარგი იყო. ეს არ გაუხარდა მხოლოდ საქართველოს მთავრობას. თითები. არ გაუხარდა საქართველოს მთავრობას. კარგია. მე მგონი ანუ კარგი. ყველა გადავრჩით და ამდენ დაპირებას თუნდაც ჩართა. ყველა გადავრჩით. არ გაუხარდა მხოლოდ საქართველოს მთავრობას. ყველა გადავრჩით და ამდენ დაპირებას რა შეასრულებსო? და მე ერთი ესეთი პატარა ჟესტი ესეთი. უფრო იმედ გაცხოვილი. რა შეასრულებსო? მე მგონი კარგია. ველოდებით თქვენ მოწვევას. ველოდებით. კანონის პირდაპირ პროპორციულად მოწვევა ორ აქტიანი სპექტაკლი ქშიშვალ გოგოებთან ერთად. მონოტამს რო გავსინჯავ, პირდაპირ დავიწყებ რეპეტიცია. კი ბატონო, ლევან წულაძე იყო ჩემი სტუმარი. დიდი მადლობა. So many times
გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ 8 მილიარდი აბარია და ნეტა მეკვლედ მომეწვია. რუბრიკის სტუმარია საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბატონი ნოდარ ხადური. ესე იგი, უკვე შემჩნევა მომცა ბატონმა ნოდარმა 9 მილიარდი. 9 მილიარდი. 9 მილიარდი. ანუ რამეთი რუბრიკა არ იცვლება. ნეტა მეკვლეთ მომეწვია. სიამოვნებით. ნეტა მეკვლეთ მამაჩემს ნამდვილად გაუხარდებოდა მილიარდით მეტი რო შემეტანა ოჯახში. რას ლამარაკო? ღმერთმა ბევრი მოგცეთ, აქედან 20% გადასახადი იქნება, მე ბიუჯეტი კიდევ უფრო გამეზდება. აჰა, გასაგები. ანუ მე რაც მეტი ფული მაქვს? კი, ჩემთვის უკეთესია. საქართველოს ბიუჯეტი როდის გაუტოლდება ბატონ ბიძინა ივანიშვილის ბიუჯეტს? ჩემპირ შაქარი. ესე იგი, მე ახლა მართლა უცებ გავიხსენე ჩვენი გადაცემები გარდასულ დღეთა და თქვენ ხართ პირველი ნოდარი, ვინც მოვიდა სტუმრად ჩემ გადაცემაში, ნუ ხადურზე რო არაფერი აღარ ვთქვა. მართლა პირველი ბრძანდებით. სხვათა შორის ჩვენ ცოტა ისედაც ხიარულად ვსაუბრობთ, მაგრამ ტემპი არ დავაგდოთ და ხიარულად ვისაუბროთ ბატონო. დიდი სიამოვნებით. იმიტომ რომ იმედში შეშინებულები არიან, დაგინახეს აქ როგორ შემოდიან. და ესე იგი დაფეთებულია ყველა და მე არ დაიწყონა აი ხადური მოვიდა მედიაზე ზეწოლა მე დაგამშვიდებთ ხალხო რომ ჩემთან არის სტუმრად ეს კაც სალაპარაკო აქ და მოვიდა სალაპარაკო მე და ბატონი ნოდარი ვისაუბრებთ და შემდეგ აქედან რომ გავალ მივხედავ საქმეს ესე იგი როგორც კი გამოვა ეთერი რომ დამთავრდება ზეწოლად რო არ ჩამეთვალოს მიხედავთ საქმეს დამოუკიდებელ მედიას კი ამ პავილიონიდან მშვიდობით გადით. და მე თქვენცით. კაი. მე თქვენცით. ბატონო და ძალიან გთხოვთ ამ ახალწელს ვიმოწარებთ. თან დიდი არაფერი შემოსავალი მე არ მაქვს. ერთი Range Rover-ი უნდა მომეგო და ისიც გამომაგდეს იმ ცეკვებიდან. რომ მოგეგოთ კარგი იქნებოდა. 20% უნდა გადაგეხადათ შემოსავალი. გადასახადი. კიდე გაი არ მოიგე. რასო, სად კრილოს მოხსნა დაგჭირდებოდა. მე და თქვენ გაიხარეთ. სად არის? კოტე ფურცელაძე, ასინქრონი და ზმუკი მე. მე ზმუკი. შენ გაიხარე, შენმა მარჯვენამ გაიხაროს ის 6-იანი რო ამიწე. დედა რა ის მართლა ამაზე კი არ მიფიქრია. გეკითხათ. აი მანქანის შემთხვევაში როგორ ხდება? მართლა გააჩნია, ან კრილოს მოხსნე, ან პაკრიშკას, რა ვიცი. თუ სახში ფული არ აქვს, რა თქმა უნდა. ახლა Range Rover-ის საყიდელი ფული რო გქონდეს, ღმერთმა ბევრი მოგცეს, წეღანაც გითხარი. ხო, არა. მამაშენსაც გაეხარდებოდა. მეს ჩვენ ისე გვიჭირს, ბატონო, ნოდა. ისეთი გაჭირვებულები ვართ. აი აქ თუ დავლებ წყალს. აი ეს კარგი ხო და მაინც არ დაიჭერებს რა აზრი აქვს. ესე იგი, ხო, პირველ არხზე რა ხდება? რა ხდება? დაამთავრეთ ახლა ჯერად დაგვემთავრებია, მიდის მუშაობა. ვაგრძელებთ შემოწმებას, რაღაცებს პოულობთ. პოულობთ რაღაცებს. იმიტომ რომ დაფეთებული ის ხალხი მეწოდება, თქვენ შესული ხართ, კიტოვანიც ჩამოვიდა. არ გეწოდებათ ეს პირველი არხი გასულა. კიტოვანი? ხო, ნუ. არ კიტოვანს უყვარს ხოლმე იქ მისვლა უწევი. ჰოპ, მივარდება. თქვენ კი არ დაგიკავშირეთ არანაირად, ეგ არის ფიქრობთ. არანაირად. ჩვენ ჩვენებით გვყოფნის. ჩვენი მიმოռნელები ყავთ თქვენ. საყვარლად. ბატონო და მე თუ არ მეშლება თქვენ ერთხელ თქვით რომ მასწავლებლებს შეიძლება ხელფასი ვერ მივცეთო. რატო კაცო, კიდევაც მივცემ და პრემიასაც მივცემთ. აჰა, ანუ არ გითხოვთ ეს. არა, მე ესეთი რამე ვთქვი მაშინ რომ წინა მთავრობამ გადახარჯა მასწავლებლებისთვის საჭირო ხელფასი აგვისტოში, არჩევნების წინ და დეკემბერში იყო პრობლემა, ფული უნდა გვეპოვა და ვიპოვეთ. და შევიტანეთ ბიუჯეტში ცვლილება, დავამატეთ 17 მილიონი, რადგან საშუალება მოგცა, რომ ყველა მასწავლებელს მიიღო პრემიაც და მიიღო ხელფასიც. ძალიან კარგი, მე ულოცავ ამას მასწავლებლებს, ბავშვებო თქვენ კი პოვზი ნაცარში ჩაგივარდათ. გაკვეთილები ისევ ჩატარდება. ძალიან გთხოვ, კიდე ერთხელ რო წახვალ ფულის საძებნელად, წამიყვანე მე. ერთად ვიპოვოთ, იქვე დაგიტოვებ 20% და წავალ შუქეთსა. უშენოდ რო წავიდე, ხო 100% ჩემი იქნება. მეც ხომ მინდა რაღაცა ბატონო და. კი, ძალიან ცოტა განმუშაობთ, მე ვიცი. სულო.
ესე იგი, ეს ჩემი სამსახურები. კარგი. მე ყველა ისე რომ მოვდიოდი უნდა აუმეწია თქვენი ბარათი და გამეგო შემოსავალი რამდენი გაქვთ წელიწადში. მე შევსებული მაქვს საიძე და ნახეთ ყველაფერი სხვათა შორის. აი ბატონო ნოდარ, თქვენ დახმარება მჭირდება საათ. აი საჭიროა თქვენ დახმარება. ჩვენ გვყავს ნინო ბუღალტერი. დიახ. ნინო ბუღალტერს დაავიწყდა და ის ცოტა გვიან შევავსე. აი ცოტა გვიან 200 ლარი ჯარიმა. რაც გადასახდელია ზემოდან კიდე 200 ლარი. რა თქმა უნდა. და მე პროცენტები ყოველ დღე 0.07. ყოველ დღე? აბა. გადახდაც თუ დააგვიანე? ვა და გადაცილებულ დღეზე ჯარიმა. რამდენი? 0.07%. 0.07. დაახლოებით 25% გამოდის წელიწადში. შემოსავლის. და ეს ნელ-ნელა რო ვიხადო შეიძლება განვადებით. არა. მაგაზე თქვენ უკვე გაგიკეთეს შეღავათი ნელ-ნელა გადახდაზე იმეც და რუსთავიორს ასე რომ ერთიანად ჩემზე გელაპარაკებით. მოდი და გაიგე ხა ეს ვინი. კარგი, გავანებოთ ამას თავი. ბიუჯეტის განხილვასაც უყურებდი და ჯანდაცვასო მოემატებაო საგრძნობლად. გაორმაგდა. ხო, საგრძნობლად გაორმაგდა. ეს მე ძალიან გამეხარდა როგორც ექიპს. შემდეგ თუ ეს რომ თავდაცვასო შეუმცირდებაო. ეს ძალიან ეწყინა, ერთი მეგობარი მყავს ვიცე-პოლკოვნიკი და იმას ეწყინა ძალიან. ერთი მეგობარი მყავს კიდე სამხედრო ექიმია და გაორებულია ეს კაცი. ვერ გაიგო ახლა. გაიხარდეს თუ ეწყინო. გაიხარდეს თუ სამხედრო ექიმი ვარ, როგორც ექიმს მეკუთვნისო. როგორც სამხედრო, აი ხო ვერ დაამშვიდებდით თქვენ რამენაირად. ნუ ჯერ ერთი მინდა ეს შენი მეგობარი ვიცე-პოლკოვნიკის დავამშვიდო. დიახ. მას არ შეეხება ეს. დიახ. შემცირება ერთ შეეხო, რომელსაც ორი თვითფრინა ვიყავდა და ამიტომ დანარჩენებზე ეგ პრობლემა არ იქნება. აჰა. ხო, ანუ ყველა მიიღებს თავისას. ასე რომ შენს სამხედრო ექიმ მეგობარს ორმაგად უნდა გაეხარდეს, იმიტომ რომ დაფინანსება არ შეუმცირდება და ჯანდაცვას დაფინანსება გაუორმაგდება. გაიხარეთ თქვენ. აი პირველი სიტყვები თქვენგან დამამშვიდებელი მოვისმინეთ ჩემთან გადაცემაში და ჩვენ ღამიშოუ სტუდიაში თქვენ გაიხარეთ. კარგი. სხვათა შორის ერთხელ პრეზიდენტმა ეს თვითფრინავი რო ყავდა მეორე. ხო, და ეხლა რო აღარ აღავს. ერთი რო დარჩა. ერთი და ის მეორესაც საწავიდა. სადაც საიდანაც მოვიდა. გაყიდეთ? ჯერ არა, მაგრამ რო გაყიდით იქ იმ ფულით რო გადავიხადო ჩემი ჯარიმა. ეს იყო ყველაზე ცუდი პაუზა რაც ცხოვრებაში მინახავთ. ყველაზე ცუდი და შემაშფოთებელი პაუზა. კარგი, დავადებოთ თავი. პრეზიდენტმა დიახ. ერთხელ თქვა, რომ ნოდარ ხადურიო ჩემ თავრობაშიც იყო, მაგრამ მე გავუშვიო. არ გავუშვიო, გავაგდეო. გავაგდეო ასე თქვა? ხო, და აი მე არ ვიცი, როგორია, როცა პრეზიდენტი გაგდეთ, მე მოგიყვებით SMS-ებით გაგდება როგორია. პრეზიდენტის გაგდება კარგად დამებედა და უფრო კარგ თანამდებობაზე დავბრუნდე. მინისტრის მოადგილეობიდან გამაგდო და მინისტრად დამაბრუნა. აჰა. თან თვითონ დამნიშნა ისე რომ იცოდა. ო, SMS-ებით გაგდება არ ყოფილა კარგი, იმიტომ რომ ერთ რენჯოვერი მოვიგე და ჯარიმა მაქვს აგერ გადასახდე. კიდე იქით მქონია ფული მისადარი. 21 დეკემბერს პრეზიდენტს მიულოცეთ დაბადების დღე. 21 დეკემბერს 20-ში ბიუჯეტი მივიღეთ. და 21-ში დაბადების დღე მიგელოცათ პრეზიდენტს. 20-ში მივიღეთ ბიუჯეტი. კარგი. კარგი, არც არ ვიტყვი. მე დავსვით ხო ხდებით, აი მე რაღაცები ჩამოწე, უკვე რამდენიმე კითხვა გამოვტოვე. არა. დიახ, იმიტომ რომ მაინც დაგბეგრავთ და ამიტომ შეგიძლიათ არ გამოტოვოთ. კი ბატონო. ახლა მე მაინტერესებს ჯანდაცვის მინისტრს თუ იცნობთ? რა თქმა უნდა. იცნობთ? კი. დიდი ხანი აპირებს პოსტზე ყოფნას? საკმაოდ. მინისტრობა ხო გინდა? ხო ერთი-ორი სამსახური გაკლია კიდე შენ, და? არა, მინისტრი თუ ვიქნები, დავანებებ თავს რაღაცეებს, ეხა ესეთი ისიც არა. ნუ ცეკვით ვეღარ იცეკვებ. ცეკვით ისედაც აღარ ვცეკვ. ცეკვით ისედაც აღარ ვცეკვ, ბალდო და. აი, ახალი წელი გვიახლოვდება კიდე და მართლა? დიახ. ახალი წელი გვიახლოვდება და საყიდლების სია გვაქვს ყველას. ხო, ჩემმა მეუღლემაც
ჩამოწერა რაღაცეები და ვერ ვწდები რა და დამეხმარეთ რომ ბიუჯეტი შევამციროთ ცოტა. კი ბატონო. ესე იგი, ნახეთ. ნუ ჩურჩხელა მაჩუქეს და იყოს. ხა ჩურჩხელას რას უზავ? ვერაფერს ვერ უზავ. საცივი. მაგასაც გაჩუქებენ. არა, ეხლა მადლიერი პაციენტები. არა. მაშინ ცეკვის მოყვარულები გაჩუქებენ, იმათ ტანჯვათ ამ წამებას რო თავი დაანებებ. სარგებლობს, სტატუსით სარგებლობს, ეხლა ვერაფერს ვერ ვეუბნები. საცივში ინდაურის მაგივრად დედალი რო იყოს, რა უჭირს? რატო იყოს მამალი? მამალი იყოს. კი ბატონო. მამალი ინდაური. კი ბატონო. ნიგოზი. მამალინდა. ეკონომიას რო აკეთებ და იმას ვერ უწოდებ, საცივში წელს მე მიჭირს და მამალი ინდაური. მაგაზე ანეკდოტი გამახსენდა. გისმენთ. გურული რო სუფრაზეა მისული და საცივი შესთავაზეს. ხო და რა კარგი იხვის საცივიაო და არაო მასპინძელი ეუბნება ინდაურის არისო. არა ბატონო ინდაური ამ ხელაწყალში ვერ შებედავდა იხვის არის ნამდვილად. კარგია. განვაგრძობ მე ამას და გაგახსენებთ. კარგი რაღაცები გაგახსენდებათ. ესე იგი ნიგოზეც ვიცი. მოგევით. გურული და კახელი საუბრობენ და გურული არის დავიღუპეო. ამდენი სიმინდი დავთესე ერთი კაკალი არ მომივიდა. ბიჭო სიმინდი თუ დათესე კაკალი როგორ მოგივიდოდა? თან ჰიბრიდული იყო ის სიმინდი. აჰა. ხო ეს როგორ შეიძლებოდა? აბა შემდეგი. ჰიბრიდულის ხო და ნიგოზზე შევჩერდი, მაგრამ ვინ მაცლის? ესე იგი ნიგოზი. ნიგოს არ ვყიდულობ, იმიტომ რომ ჩურჩხელა რომ მაჩუქეს იქიდან ამოვაცლი. ძაფიც დაგრჩება? ძაფიც დამრჩება? ხო? 20%-ია ეგ ძაფი? ხო და რომ მოხვალ ჩემთან სტუმრად იმ ძაფს გაჩუქებთ თქვენ. მეკლე მინდაო მოვიდესო ჩემთანო, ხო? მეკლეო. თუ ძაფი არის. მეკლედ გამოუშვებ საფინანსო პოლიციის უფროს. ეს მე კონფლიქტში კი არ შემოგვიყვება. მიღებულია დავალება უკვე მანის ჩაიწერა და გეგონოს ამას ამოვჭრი. აკეთან ვერ. ხო და თო ისა ძაფზე შევჩერდით, ხო? ძაფზე ერთი ცალი ბოლოკიო. ერთი ცალი ბოლოკი ალბათ ისმის, იცი? გოჩი პირში. პირში უნდა ჩაჩარო, რომ ვერაფერი ვერ გითხრას. ხო და რა კარგად ცეკვავდი. ესე იგი მე არ ვიცოდი კოტე ფურცელაძის მაგაცი თუ იყო. ეხლა შემხდა და თხოვა შენი ჭირიმეო. მე ვერაფერი ვერ უთხარიო რაღაც არეული ქონდაო და მე ვერაფერი ვერ უთხარი და შენიშნიო ხო დაამუშავეო კარგათო და ასრულებ ჩვენივრად გავავდით. მაგრამ მე ხალხის დაკვეთაა ასეთ. კარგი. ესე იგი გოჩზე გავჩერდით. ერთი ბლოკის ყიდვას აზრი არ აქვს. ჩურჩხელადან ნიგოზი ხო ამოვაცალე. ძაფი თქვენ გაჩუქეთ. ან ფინანსურის რომოვა დირექტორი. ეს ხო დარჩა. თათარა. ის რო ჩავჩაროთ გოჩბირში. აქამდე სულ ჩაჩრილი დადიოდა და ეხლაც ერთი ჩავჩაროთ. თქვენ გლდანში ცხოვრობთ როგორც მე ვიცი. კი, ამბობ, თქვენც გაიგეთ ხო? კი, მეც გავიგე. კი, გლდანში ცხოვრობ. აი რა გაიზრდება თვითონ გლდანის დაფინანსება? ეხლა არ მითხრათ ეგ მერის საქმეა. თუ გამოეყოფა თბილისს კი? კარგი. აი ჩვენ ტელემაყურებელს რას უსურვებთ? აი ნახეთ ის კამერა მუშაობს ჩვენზე. თქვენ იმ კამერის 20% წაღებული გაქვთ უკვე. აი იმ კამერაში რას? რომელში აბა მითხარი? აი რო ანათებს. ორიანი რო აწერია? დიახ, აი ბიჭმა ხელი რო აწია, იმას აქვს წელიწადში 60,000. მერტმა ბევრი მოგწეთ. დიახ. 60,000 რა? ლარი. მე პენსია მეგონა 60,000. $60,000 პენსია
ორ თვეში Range Rover-ს იყიდიდი ახალს. ლაბარაკობ. 30% ცეკვის მასწავლებელსაც იქირავებდი. 30% მოვიტანდი. არ მოიტანდი არა. რაც უფრო ბევრი აქვს, უფრო ნაკლების მოტანა უნდათ. აი უსურვეთ იმ ბიჭის ხავს და ბარაკას გისურვებთ, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ძვირფასო თანამოქალაქეებო, ღმერთმა მხიარული, ბედნიერი, ხვავიანი და ბარაკიანი წელი მოგიტანოთ. აიხარეთ. ამას გეუბნებას და ამას გისურვებთ ფინანსთა მინისტრი ბატონი ნოდარ ხადური პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ როგორც გვითხრა ბატონმა ნოდარმა როგორც დაგვპირდა ასეთი სტუმრები იშვიათობაა ზუსტად იმ გადაცემაში წინა საახალწლო გადაცემაში მოვიდა სტუმრად პირველი ნოდარი და თანაც ხადური დიდი მადლობა კიდევ ერთხელ აიხარეთ და არა მხოლოდ მობრძანებისთვის, დიდი მადლობა მობრძანებისთვის პირველ რიგში და დიდი მადლობა რო არჩევით აქ და მიდიხართ. გაიხარეთ, გილოცავთ ახალწელს. ნოდარ ხადური